გამარჯობა, შენ უყურებ ძმაკას და დღეს საკმაოდ საინტერესო ვიდეო გვექნება. თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, თა მიდის მუჰამედთან. ამ შემთხვევაში მე არ მივედი ჩინეთთან, მაგრამ ჩინეთი მოვიდა ჩემთან. შესაბამისად, დღეს პირველი ჩინური ავტომობილის გამწყინება იქნება ჩვენ არხზე. მოგეთ ერთი კვირა დაახლოებით მე მყავს რა და ერთი კვირა ვცდილობ რომ ვიდეო გადავიღო. ჩინურია, სულით და გულით, მაგრამ იმდენად მაღალი ხარისხი და დესტიბება. რაღაცეები სხვანაირად დავინახე. დღეს იწყება ის ავტორევოლუცია, რომელიც არავის არ გვინდოდა რომ მოხდარიყო. სხვათა შორის მე რატომაც მგონია რომ საკმაოდ ბევრი ჩინურთან გვექნება მომავალში შეხება და დაელოდეთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ჩინურ ავტოინდუსტრიასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე ძალიან დამაინტერესა და ვფიქრობ რომ თავით გადაშვების დრო არის და როგორც მახასიათებს სხვა ყველაფერში, აქაც სავარაუდოდ ისე გადავაშვები როგორც საჭიროა და ბევრ საჭირო ინფორმაციას მივიღებ მეც და რაღაც საჭირო ინფორმაციას მივიღებ თქვენც. არ დაგვაუწყდეს რომ ჩვენ ვიმყოფებით ძმაკაცი მოტორში და ძმაკაცი მოტორსი არის ლუკას ოილის ოფიციალური შემომტარი საქართველოში. თუ რა არის ლუკას ოილი ეგ რა თქმა უნდა გეცოდინებათ, მაგრამ ვინც არიცით შეგიძლიათ დაგუგლოთ, ნახოთ რევიუები სხვადასხვა პლატფორმებზე, Amazon-ზე, Google-ში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მივხვდეთ რა დონის პროდუქტთან გვაქვს საქმე. ვინც კიდევ არიცით და არც Google-ის გამოყენება არიცით და არც Amazon-ზე შესვლა და ასე შემდეგ, გეტყვით რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის ზეთია მსოფლიოში და ამერიკაში არის ერთ-ერთი ტოპი. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე რა თქმა უნდა ჯერ ლუკას ოილი ჩვენი გამომწერების გარდა არავინ არ იცის, იმიტომ რომ სხვა კუთხით არაფერი არ გავიკეთებია იმის რომ ვინმეს გაიგო, მაგრამ ნელ-ნელა გაიგებთ. რაც თავარია, ხარისხი არის ის, რაც უნდა იყოს და როგორც იქნა ეს ხარისხიანი პროდუქტი მოვიტანი აქამდე, სადაც უნდა მომეტანა და ამიერიდან ყველას გეოდებით ძმაკაცი მოტორში, რომელიც არის ურიდიას 205-ში. ეს პატარა ძმაკაცური რეკლამა გავაკვეხე, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. ეხლა კი გადავიდეთ იქ, სადაც უნდა გადავიდეთ. ცოტა არ იყოს და ავტომობილი დასრულია და დასრულია იმიტომ რომ ამინდმა არ შეგვიწყო ხელი არც არანაირად და რამდენადაც მოახერხა, იმდენად იწვიმა ანუ ეს მანქანა გავრეცხე, მოგეთ ერთი კვირა დაახლოებით მე მყავს რა და ერთი კვირა ვცდილობ რომ ვიდეო გადავიღო. აი რამდენჯერ გავრეცხე ვერ ვიტყვი რა. რამდენჯერაც გადავწყვიტე რომ ვიდეო გადამეღო, იმდენჯერ რაღაც მოხდა. ანუ რაღაცა, ზოგი ავტომობილთან დაკავშირებული, რომ ანუ ფიზიკურად ვერ მივედი ავტომობილთან და ვერ მოვიცალე, ზოგი ამინთან დაკავშირებული, მე ხან რაღაცა გამოკვლევები და ასე შემდეგ დამჭირდა და მოკლედ რა, ანუ ვერ მოვახერხე რომ ფიზიკურად ავტომობილი გადამეღო. არა და თქვენ გექნებათ ნანახი ნიკასთან ვიდეო, ნიკას ვიდეო, რომელიც ამ ავტომობილის შესახებ უდევს და იმ ვიდეოში ბევრ საინტერესო რამეს ვამბობ ამ ავტომობილთანაც და ჩინური ავტოინდუსტრიასთან დაკავშირებითაც. რო გითხრათ რომ ძალიან განსაკუთრებით რამე ხედვა შემეცვალა ამ ერთი კვირის განმავლობაში, არა, დიდად არ შემცვლია, თუმცა რაღაცეები სხვანაირად დავინახე. მოდი ახლა ყველაზე ძალიან რაც მაინტერესებს, დავიწყოთ პირდაპირ ტექნიკური კუთხით. შეიძლება ეს ვიდეო ბევრი კარგი კადრით არ იყოს დახუნძლული, ბევრი ისეთი ლამაზი ხედები და ავტომობილის გაელვება ვერ დაინახოთ, თუმცა ნახავთ იმას რაც უნდა ნახოთ და გავიგებთ იმას რა მასალისგან ანუ რა რისგან არის ეს ავტომობილი დამზადებული და ზოგადად ჩინეთთან დაკავშირებით ჩემს დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გავარკვევთ, თუმცა პირდაპირ ვიტყვი რომ დამოკიდებულება მეცვლება თან საგრძნობლად მეცვლება და საკმაოდ დიდი წვლილი ამ კონკრეტულსაც მიუძღვის. ეხლა ყველაზე ძალიან რაც მაინტერესებს, მინდა რომ ნახოთ ჯერ კაპოტში რა ხდება? ბევრს ვეფერზე ვნახავთ, იმიტომ რომ უმეტესობა პლასმასებით ექნება დახურული და ასევე მე შპაკაცი უნდა ჩავჯდერო ამის კაპოტში ჩავიხედო. ან დაბლა უნდა ჩავარო. მადლობა, ღამის 2 საათია, ისე მე არ მძინავს, მაგრამ ბავშვებს ძინავთ, რო იცოდე, ჩემო ძმო. მაგ გამოთხრილი რაღაცა ვიხლობით, არ უნდა ქნა, ყველაფერი რაც ეხლა კენი. აი, აქ მაინტერესებს პირველ რიგში რა ხდება და თან შევეცდები ეს ყველაფერი ისე ვქნა, რომ არსად არ ჩავვარდე. ესე იგი, აქ რაც ხდება, აქ არაფერი განსაკუთრებული და ახალი არ გვაქვს, არის 4 ცილინდრი. ამ წუთას სხვათა შორის პირველად ხედავ ამძრავს ახთეს, ანუ ხუფის გარეშე. არც მე არ მაქვს ნანახი, თუმცა აქ ხედავ 4 ცილინდრს, ხედავ მაღალი წნევის გვაქვს. კი, მაღალი წნევის ინჟექტორებს, აქ გვიყენია შემშვები კოლექტორი, უკანა ხარეს გვიყენია და ერთს გარანტიებასაც მოვიტან, ბარემ რა მეთოდით არის ეს ყველაფერი აწყობილი, იმიტომ რომ ტექნიკურად მე რეალურად მაინტერესებს, როგორ აქვს ეს ყველაფერი გაკეთებული. ნუ გარდიგარდ მოდევს ზრავი, როგორც წინა წამყვან ავტომობილში დევს ხოლმე, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში 4-ვე წამყვანი, ანუ წინა წამყვანი არ არის მხოლოდ. კი ბატონო, აქეთ შემშვები კოლექტორი აყენია დროსელი, აყენია პაიპი, ეს პაიპი სავარაუდოდ წავა კულერში, კულერიდან დაბრუნდება და აქეთ მხარეს გვაქვს უკან უნდა გქონდეს ტურბინა და ეს რა არის? ტურბინა აქვს შეფუთული თუ რა აქვს გაკეთებული?
რა ხდება ჩემ? არა, ნახე რა გაკეთებული. ჰაერის ფილტრი იქ უდევს. შემოდის, ითვლის, მიდის დაბლა, ჩადის ტურბინაში, ხო, ამის ქვეშ არის ტურბინა, ამის ქვეშ აყენია აშკარა ტურბინა, კი ბატონო. ეგ გეითის რაღაც ნაწილაკებსაც ხედავ. ჩადის ტურბინაში იწნეხება, ტურბინიდან მიდის კულერში და ბრუნდება ინტერკულერში. ინტერკულერიდან ბრუნდება შემშვებში. 4 ცილინდრი გვაქვს, 2-დან 2-ია კუბატურა. რა ბრენდის ძრავს იყენებენ? მართლა რომ გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, ანუ T4-ს იძახიან, რომ Volvo-ს T4-ია, ანუ Volvo ზრავია. რეალურად, თუმცა მე Volvo ზრავებში ეგრე კარგად ვერ ვერკვევი, რომ 100%-იანი ვთქვა, რას იყენებენ. მოდი ახლა ნენელა ჩავიდეთ დაბლა და ქვეშიდან შევხედოთ რა ვაშკაცია. ქვეშიდან სამწუხაროდ ტექნიკური მხარე ბევრი არ ჩანს, თუმცა კი, აგერ თვალებში ვუყურებ ტურბინას. ეხლა მაინტერესებს გადაბმულობა რამდენად კარგად დავინახო. მოდი ეს დამცავი მოხსნათ რა. თქო, შეგიძლია ეს რა ქვია, T20 მიწყო შურუპავერზე და მომცე. მე მანამდე აქ ჩემით რაღაცებს გადავიღებ. აი აქედან რასაც დავინახოთ, მეებს გადავიღებ. ესე იგი, აქ გვიყენია კატალიზატორი, ესე იგი, საჭის მექანიზმი. მოდი ეს დამცავი მოხსნათ. და ამ დამცავს რომ მოვხსნით, გაცილებით უკეთ გამოჩნდება რა ხდება. მერე გადავალ სავალ ნაწილზე. ალბათ დაგაინტერესებთ ამ ყველაფერს წილკაში რატო არ ვშვები ჩვენთან სტუდიაში. და გეტყვით რომ ფიზიკურად იმდენად გაგვეწელა ამ მანქანის გადაღება, რომ ეხლა წილკაში ჩასვლის დრო ნამდვილად არ არის. სხვათაშორის სავალი ნაწილი რა თქმა უნდა ხელდაუდებელია აქ ავტომობილს. ტაქს, ეხლა რა ხდება აქ? ზეთი საიდან მოდის? ზეთი ფილტრიდან ახალი შეცვლილია და აი ესე ჩვენ ზეთს არ ვცვლით, რომ იცოდეთ. არ ვიცი ამ მანქანას ვინ შეუცვალა, მაგრამ ჩვენთან ზეთი როცა იცვლება, აუცილებლად ირეცხება ეს სივრცე და ესე ნამდვილად არ ვტოვებთ, იმიტომ რომ ესე როცა დატოვებ, დროთა განმავლობაში ავტომობილი რომ დადის მთელი მტვერი ზედ მიეკრობა და იქნება მაქსიმალურად ძუნგლიანი, რამდენადაც შესაძლებელია რომ იყოს. ეს არ ვიცი ვინქნა, მაგრამ ეგ დიდად არ გვაინტერესებს ეხლა ჩვენ. ესე იგი, ნახე, აქ გვაქვს კულერი, ჰაერის დამპერი აყენია. კულერი კი არა, პაიპი გვაქვს ტურბინიდან, ბუსტ პაიპი, ეგრეთ წოდებული, კი არა, ჩარჯ პაიპი. მოდის წინ გვიყენია კულერი, აი აქ დგას კულერი. თან ფრონტალური კულერი აყენია, აქ შემოდის და აქედან აქვს გამომავალი. კაი, ესე ჯანსაღი კულერი აყენია. კაი, გავაგზავნეთ ეხლა. ტრანსმისიული გადაბმაა ძალიან საინტერესო, რომელსაც ფიზიკურად ვერ ვხედავ. მე რატომაც მეგონა რომ ამ მანქანის ჰიბრიდი ფიზიკურად არ იყო გადაბმაში სავალ ნაწილთან და ძრავი მხოლოდ გენერატორის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა ძრავი მიმული არის გადაცემათა კოლოფზე, ამ გადაცემათა კოლოფში ვიაყენია წესი და კანონით ერთი ძრავი და მაგ გადაცემათა კოლოფიდან გამოდის პირდაპირ ყუმბარა 1 და ყუმბარა 2 და კაი ჯანსაღი ყუმბარები. ყუმბარის დიამეტრი შეხედე, აბა. ღერძის დიამეტრს უყურე. ამა შეხედე რა ხელა. აი როგორ ჯანს გაუძლებს ეს იცი დრაგსტერებზე არ გვაქვს ხოლმე ამ ხელა რა ანუ ჯანს გაუძლებს როგორც მინიმუმ მაგაზე გათვლილია ღერძის დიამეტრი და ყუმბარის ღერძის დიამეტრსაც შეხედე აბა ხედავ რომ ხელა ყუმბარებში 5-იანი ყუმბარები ძალიან კარგი აქვს სხვათა შორის ანუ აწყობის სტილს რაც შეეხება რო გითხრათ რომ რამე ჩინური აწყობის სტილს ხედავ აქ არა მოგატყუებთ საერთოდ არ ეთყობა ანუ თვითონ აწყობის ლოგიკაზე და სტილზე ის რომ ჩინურია ეს ავტომობილი საერთოდ არ ეთყობა პლუს ამ ყველაფერს ნუ ზეთის შესაძლებლობა ძალიან მარტივია ფილტრიც აქვე აქვს და ბოლტიც აქვე აქვს ტრანსმისიაში ზეთის ჩამოსაშვები აქ აქვს ანუ აქეთ მხარეა რეალურად ეხლა როგორც მოვხვდები ტრანსმისია იქით იქნება გენერატორის მხარე ზეთის ჩამოსაშვები აქ აქვს ჩასასხმელი არ ვიცი აქედან არ ჩანს საიდან აქვს მაგრამ წესით სადღაც ზემოდან ექნება აი ზევით რო პლასმასები ეყერა ოხრად იმას თუ დაშლი ალბათ მაგასაც მიაგდებ აქ უყენია ტრანსმისიაში ან ტრანსმისიის სათვლის სენსორია ან ძრავის სათვლის სენსორია უფრო მახავი კისას გავს ეს რა არის წყლის ჩამოსაშვებია აქაც ჩამოსაშვები აქვს და დასაცლელი აქვს სავარაუდოდ წყლის იქნება იმიტომ რომ აქედან სხვა მეტი აქ არაფერი არ აქვს დაგრილება ჩაოლებრივი აქვს აქ უკვე არაფერი არ ხდება და ბატარეები აყენია შიგნით და სწორი ძირით არის ამ ბატარეებიდან მოდის მაღალი ვოლტაჟიც კი ბატონო საჭის მექანიზმი ჩვეულებრივი ელექტროა და აქ აქვს კვება ჩვეულებრივი ელექტროლავი უყენია სხვათა შორის ღერძის უკანა აქვს საჭის მექანიზმი დაყენებული რაც ერთხელ საკმაოდ კარგია. რაც შეეხება გიტარებს, გიტარებზე ცოტა დავარისერჩე და Volvo XC90-ის არის პირდაპირ, ანუ ერთი-ერთი მიდის წინა ქვედაზე და წინა ზედა გიტარაც. ამორტიზატორზე ზუსტად ვერ გავარკვევ, იმიტომ რომ ვერც ამორტიზატორზე და ვერც წევის დაბოლოებებზე, ნაკანშიკებზე რისი აყენია. დიდი შანსია რომ ესეც Volvo-ს იყოს, თუმცა ზედ ლინკენკო აწერია ყველაფერს აბსოლუტურად, ანუ აბსოლუტურად ყველა დეტალი კონკრეტულად ამ მანქანისთვის არის შექმნილი, შეიძლება კონსტრუქციულად და გეომეტრიულად იდენტური იყოს სხვა რომელიმე მანქანის, თუმცა კონკრეტულად ამაზე აქვს ნაფიქრი და კონკრეტულად ამისთვისაც გაკეთებული რაც ერთი მხრივ საკმაოდ დიდი პლუსია ის რომ რაღაცეებზე იფიქრეს.
და ესე უაზროდ არ გაუკეთებიათ. აქვე კიდე დავძენ რომ ორდგუშიანი სუპორტი უყენია წინ. რო გითხრათ რომ მუხრუჭი ძალიან მომეწონა, არა, თუმცა არც კატასტროფა არ არის. ანუ აი საშუალო მუხრუჭი. ამ წორის ავტომობილისთვის ოდნავ უკეთეს მუხრუჭს ვისურვებდი, თუმცა ესეც მისაღებია რაც არის. ტრავერსის მექანიზმი ჭკვიანად არის აწყობილი, მთლიანი ტრავერსით შეიძლება მთლიანი წინამხარი ჩამოიღო ყველაფერი ჩვენ როგორც გვიყვარს. თუ რამის მოხსნა ტრავერსიან დროსნი და მე რეაკეთებ, მაგრამ ამ შემთხვევაში იმდენად პატარა ძრავია, რომ დიდი შანსია რომ ამას ძრავის ამოღება რო დაჭირდეს ზედვე გადახსნა და ამოიღო. თუმცა როგორ უნდა გადახსნა აქედან ძრავი, აი ეგ ძალიან საინტერესოა. ამ პაიპის შიგნით აქ დავიჯერო რამე იმდენად ბევრი რაღაც ხო აქედან იქით აქ ვოლტები გაშვებული. ხო, ძრავის გადახსნა კი აგე აქვე აქვს. ძრავის გადახსნა უპრობლემოდ შეიძლება ტრანსმისიიდან და მარტო ძრავის ამოღება საქმეზე რომ მიდგეს. დანარჩენი წინ სავალ ნაწილში არაფერი არ ხდება, წინ ერთი მკვდარი გიტარა უყენია და ზევით ერთი გიტარა უყენია. ამორტიზატორი პირდაპირ ქვედა გიტარაზეა დაყენებული, ანუ ამორტიზატორი სავალ ნაწილთან ერთად არ უხვევს, რაც საკმაოდ კარგი დინამიკას აძლევს ამ შემთხვევაში და საკმაოდ სტაბილური ტიპიც არის მაგ ყველაფერთან ერთად. მოგეთ, აი ახლა ნახე ესეთი რაღაც ვქნათ. ავტომობილი მოვატრიალოთ, უკანა სავალი ნაწილიც გავიაროთ და უკანა სავალი ნაწილის გავლის მერე გადავიდეთ უკვე იმ დეტალებზე და იმ აზრებზე, რომელიც ამ ავტომობილთან დაკავშირებით გვაქვს. ესე იგი, ვერ მოვისვენე და მინდა რომ ესე სავხად და ჩავიხედოთ აქ ქვეშ რა ხდება. იმედია, შპილკები არ შემოგვიმტრევა ხელში, იმიტომ რომ აქ ჯერბოქსში შპილკების მარაგი არ მაქვს და წილკანში როგორც მოგეცნებათ არ ვართ ამ წამს. ჯერ ყველა შპილკა თამამად მოდის. არ დაენანათ ხო იმდენი პლასმასი აქვს გაკეთებული თავის შპილკებიანად. შპილკის ჩავარდნის უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს. ან შპილკა ჩავარდება, ან მე იამაში. აი, ამას ესე ჭერს. არა, ეს მოყვება მთლიანად პლასმასს. აიცეთ ერთს ძალიან უცნაურია. ეს თუ პლასმასს მოყვება, აქ რა შეზეს. აქ შპილკებზე ზის. ეს რა ლოგიკით აქვს დაწყობილი, ვერ მივხვდი. მთლიანად ამოყვება, დავიჯერო. მთლიანად აშკარად არ ცდილობს რომ ამოყვეს. რადგან ძალიან მინდა რომ ჩავიხედო შიგნით. ვა, ძალიან უცნაურად აქვს გაკეთებული. ნახე, ეს რეზინი შპილკებით ზის ამაზე. ამ შპილკები უნდა ამოყარო და შპილკების ამოყრისას უეჭველი დაგიზიანდება. ო, არა, ამას ისე ვერ ამოიღებ, რომ არ დააზიანო და ეს რეზინი მოდის და მოყვება აქამდე. იმისთვის რომ ეს ამოიღო, აქ რამე აქვს სამაგრი ნეტა, არაფერი სამაგრი არა. ესე იქნება შემჯდარი ვითო? ანუ ზევით არ მოდის თან, ქვევით ძირი გამოიწია. ვა, რა ლოგიკით არის ეს გაკეთებული იმენ მიცის? ანუ აბა რა ქვეშ კიდე სად ამის შპილკა? კაი, მაგის შპილკას არ ვჩივი. თუმცა ვჩივი, ანუ ეს თუ რა ხდება, მამა? ეს რა აქვს გაკეთებული ბიჭო? მე რო ვერ დავშალოთ, ანუ თვითონ როგორ შლიან? თვითონ რა? ანუ ისე რომ არაფერი გააფუჭონ როგორ შლიან. რამე მეთოდი ხომ და არსებობდეს? აუ, მანდ შპილკა. ეს უნდა გავარკვიო როგორ იშლება. მე ამას ესე არ დავნებდი. არა, ზევიდან ქვევით აქვს შპილკა გაყრილი. ანუ ესე აქვს. მაგრამ მაგრათა აქვს. ნახე, აი ხედავ, აი გძნობ ორიცალი, აი ესეთი შპილკა აქვს ჩაყრილი და გაშლილი პირით რა. აქ შპილკა აქვს აშკარად. თან ესეთი კაი ჯანსაღჯანიანი შპილკა აქვს. და კიდე ექნება ალბათ აი აქ ბოლოში. მეტი შპილკა აღარ უნდა ქონდეს ამას ესეთი. არა, აქაც აქვს. აქ ვაფშე 10-იანი აქვს. რეზბა აქვს, M6-ის რეზბა აქვს. საინასად არის? არა, ეს კრილოს სამაგრია წესით. ჩინეთი თქვენ ცოტა ყუარა გაქვთ, არა, ყველაფერი მესმის, აი ამ რეზინის ამაზე და ამაზე ერთად დამაგრება ვერ გავიგე. მესმის რომ ძრავის სივრცის ჰერმეტიზაციას ცდილობდით, თუმცა აი ყუარა გაქვთ. ეს რა არის? ანუ, კაი, დაუშვათ, სხვაგან არ უნდა მიიყვანო გასაკეთებლად და ყველაფერი ცენტრში უნდა მოხდეს. თქვენ როგორ შლით? ეგ მაინც მითხარით, თქვენ როგორ შლით? აბა, ქართულ YouTube-ში ჩინური მანქანა დაუშლია ვინმეს? არა. თუ რამის დაშლაზე მიდგება საქმე, დამიძახეთ. პრობლემა არ არის. არა, ოღონდ მე რო დავშლი ავაწყობ კიდევაც. ო, რაღაცა მაგრაგან თავისუფლდა. და ეს შპილკა უნდა ამოვიღოთ, რომ ეს რეზინები ამოყოს და არ გავაფუჭოთ. აქ რაღაცას დამჭერი ექნება კიდე. შპილკებში ჩავსდარი. დაჟე ნახე, ესე გამოვიდა ბიჭო. ეს ხო მოყვება? არა, რა მოყვება? ეს ცალკეა. ეს რეზინი არის დამაგრებული ბამპერზე, ამაზე და ამაზე. და რეზინი ესე არ ამოდის რა, იმას შპილში არ ზის. პატარა შპილკები აქვს, აი შეიძლება ჩანდეს. ნახე, აი აქ აქვს პატარა შპილკები. ეს შპილკებიც არის, ნახე როგორი შპილკა აქვს. ეს შპილკა რო ამოვაგდო ეხა მე აქედან. ისე მყარად არასდროს უკან აღარ ჩერდება, თან ამოგდებაც არ არის ადვილი მეთოდი, ანუ ადვილი ნამდვილად არ არის ამის ამოგდება. არა ძმო, ეს ისეთი შპილკა ამას რას ამოიღებ და აქედან რო რეზინა ამოაგდო, ვეღარ ჩასვა უკან ვერასდროს.
ბიჭო, ძალიან გამაოცე ხა ამ ყველაფერმა. კარგი. აი დაჟე ამის ლოგიკაც გავიგე რა და რაღაც მეთოდით, ეხა შეიძლება მე არ ვიცი და ეს იხსნება მარტივად რა. უბრალოდ მე ვერ ხსნებ. აი ეგ დავუშვოთ. აი აქ, აი ეს რაც აქ აქვს გაკეთებული. აქ ნახე რა აქვს გაკეთებული. ეს რეზინი ბამპერზეა დამაგრებული და გადმოდის მე ამაზეა დამაგრებული. ხო ეგრეა, ეგრეა ნამდვილად არ მეშლება არაფერი. ნამდვილად ეგრეა. კაი, მოდი ეს ყველაფერი ჩავსვათ თავის ადგილზე, იმიტომ რომ აზრი არ აქვს არანაირი ახლა წვალებას. მეწყინა. რაც ეს მანქანა ვაქე ერთ წამში ამოიღეს ყველაფერი. ანუ მე მესმის ეს რატომაც აქვს გაკეთებული და კაპოტის სივრცის ჰერმეტიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. კი, ვეთანხმები. თუმცა, ანუ ესეთი რადიკალიზმი, ანუ ის თემა არ არის, რომ ესე რა ქვია, თავის თარავინ დაშალოს და სერვისში მოიყვანოს თემა არ არის ეს. სერვისში რომ მივიყვან, მაშინ ყველა ჯერზე უნდა მომყიდონ ეს ისე რა ქვია რეზინი. ანუ ამას დააცლიან შპილკებიდან, დაცლისას უეჭველი ან შპილკა გაუგუშტებათ ან რეზინი, შეუძლებელია ეს ყველა შპილკა ისე ამოიღო რომ არ დაგიზიანდეს და მე ერთიანი შპილკა უნდა მოვიღო თავის რეზინიანად. ანუ მე ვერ მივხვდი. მე ვიძახი ჩაოლებრივ მომხმარებელს რა, აი მომხმარებელი რომ სერვისში მივიდეს. ძალიან უცნაურია რა, ანუ ესეთი არც ერთ მანქანაზე არ მინახავს, რომ კაი მე მინახავს მანქანები, რომლებზეც კაპოტის ახდა თეორიულად არ შეიძლება რა. თეორიულად წარმოებული არ გაძლევს კაპოტის ახდის საშუალებას და აი მაგისი უფრო მესმის რა, მაგ ლოგიკის უფრო მესმის, რომ თვითონ იცის ის კაპოტი როგორ უნდა ახატოს. არა მეც კი ვიცი, მაგრამ თვითონ ხო იცის, ანუ ჩანაფიქრი მწარმოებლის არის ის, რომ სხვამ კაპოტი არ ახადოს და ეხლა შემსავით რაღაცები შინ დავითუნტლაოს. მაგრამ მაძლევ კაპოტის ახდის საშუალებას და მე დასერვისება რომ დამჭირდეს შენ თვითონვე უნდა მაყიდინო კიდე დამატებითი ნაწილები. აი ეგ ლოგიკა არ მომწონს საერთოდ. სამწუხაროდ კაპოტის სივრცე ისე ვერ დავათვალიერეთ როგორც მე მინდოდა. არა ძალიან დიდი სურვილი მქონდა მაგისი რომ ჩაგვეხედა, ცოტა ჩამძვრალიყავით და ოდნავ მეტი რაღაც გაგვიგო ამ მანქანის ტექნიკური ხარის შესახებ, თუმცა ლოგიკურად კი ხვდები რაც არის, მაგრამ რატო? ძრავზე რაც შემიძლია თქვა საკმაოდ მარტივი, თანამედროვე ძრავია. ანუ მარტივს გულისხმობ იმას, როგორც სხვა ყველა ავტომობილში გვხვდება რა. პირდაპირ შეფქვევა, 4 ბაბინა, დროსელია, 2 რასპედვალია თავის ფაზების კონტროლით, ტურბინა, ინტერკულერია და ყველაფერს ელექტრონული მართვა. ანუ ესეთი კვანტური ფიზიკის ცოდნა რო ჭირდება, ეგეთი არაფერი არ აქვს საერთოდ. რაც რემონტის მხრივ საკმაოდ კარგია, იმიტომ რომ ამის რემონტი რო დაგჭირდეს, ჩვეულებრივი ხელოსანის წესით მოაგვავს თავს. ოდნავ დაკვირვებული ხელოსანი ამას უპრობლემოდ გააკეთებს. ოიც იქ რა აქ ერთი აქ მაინტერესებს რა. პატრიალობილი? ხო. ეს მაინც აქვს მარტივად გაკეთებული? რა შეიწელი აქვს? რა შეიძლება არ გაინტერესებს შინ რასხია? მე ჩინური წარწერაც ეკრება ზედა. დავიკითხა უეჭველი მივხვდები. არაფერი არ წერია. 45 კილოპასკალი. ეს ნახევარი ბარია დაახლოებით. და ანტიფრიზიც ჩვეულებრივი ანტიფრიზი ასხია სუნით თუ მივსჯელებთ. არაფერი განსაკუთრებული. ვარდისფერს გამს. 12++ გამს. რა არა, ხო, ეს რა ქვია. განსაკუთრებული ხო არა აქვს ჩასხული მეთქი, რა ვიცი. შემიძლია გემოზე შევამოწმო. კი, უეჭველი ტკბილი. სხვათა შორის ეს რა ქვია, არავინ არ გადაამოწმოთ, საწავლავია, ანუ არ შეიძლება ანტიფრიზის გადამოწმება გემოზე, არ შეიძლება. ისი რა აქვს მაგარი გაცვლა? ზაიშტინგზე ხა ერთი შურუბიც არ მიყენია. წეღანი შპილკა რო მოძრო, ხო იცი? არა, შეშე შპილკა სპეციალურად აქვს გაკეთებული, იქით კვილესო შესო, შპილკას ჩასვა და მე შიდათ აყენებ ზაიშტინგს. ერთხელ. ხო, ერთი შპილკა პროსტო რომ დაიჭიროს და არ ჩამოვარ, თავში რო არ მოკვდეს რა. აი ეს ძალიან მომეწონა და აი ზევით რაც ქნეს. მაგის გაკეთება არ ვიცი რა ლოგიკაში ჯდებოდა ის რა ზევით ქნეს? მართლა ვერ ხვდები რა. იცი რა არის, თქვენ გინდათ რომ იქიდანაც იმას მიქნათ და მე თქვენ იმას თქვენ კითხვას აქიდანა იმაშობთ. განახარეს რაც შეეხება, უკან ცოტა ისე მარტივად აქვს რაღაცეები. მოგვარებული, მოყომარებული რა. აი, ნახეთ ინგის სერჟინის მაგიერ რა უყენიათ ჯიგრებს. უცბად კორვეტი გონია რა. თან მეტალის არ არის. განივირესორი აქვს დაყენებული და თან ეს არის რა ქვია, რაღაც კომპოზიტური მასალაა რა, მეტალიც არ არის. რაღაც სუბუქი კომპოზიტია რა. და სხვათა შორის დიაგონალკებზე ძალიან კარგად იმუშავებს ეს. სხვათა შორის ეს ძალიან მომეწონა და არც ერთ მანქანაზე არ მინახი, ანუ ეხა Volvo-ს სავანაძეს არ ვიცნობ, რომ არ მოვიტყო რა, საერთოდ არ ვიცი როგორ არის დაპროექტებული, თუმცა ეს ძალიან კაი ტიპია რა, რაც არის. ძალიან მომეწონა. ესე იგი წინ ვნახეთ რომ გადაცემა
შეეყენა იდეაში გადაცემათა კოლოფი და ელექტროძრავი იყო, უკან მთლიანად ელექტროძრავია, თავისი გაგრილებით არის დაჟე და გაგრილების სისტემა გადის და მთლიანად არის აწყობილი ერთ კონტურზე, არა, ერთ კონტურზე არ იქნება, ეს ერთ შემთხვევაში მინიმუმ 2 გაგრილების კონტური იქნება ამ ავტომობილს, შემოგზაურებული ვარაუდით მე რო ვაკეთებდი, ეგრე გავაკეთებდი, აქ გვიყენია საწვავის ბაკი, ქვეშ ელემენტები, ყველაფერი კარგად აქვს, ხოთა შორის ჩატენილი. რაც შეეხება გიტარებს. დაჟე ეს სერჟინის ფუნქციას კი არ ასრულებს. აგერ არის სუხოი, აგერ არის სერჟინი. ზამბარაა. პატარა კორვეტია რა. ბიჭო, არ ნახე, ვაფშე არ ველოდებოდი, რომ ეხა ეს განიმოზე იდგებოდა რესურსზე რა. ესენი ხო პადუშკებზეც არის. მე როგორც ვიცი, არის პადუშკებზეც და ესენი თუ პადუშკებზეც არის, მაშინ იმას ეს არ ექნება საერთოდ. და ცალკე დამოუკიდებელი პადუშკა ექნება. განივი რესურსით მაშინ ყავს ნანახი. და ისე კორვეტს დაუბრუნდები, კორვეტი ყავს განივი რესურსით, წინ და უკანას განივი რესურსებზე აღარ კორვეტი. წინ ამას როგორც მოსულს ზამბარა იღენა. და გიტარასთან არსად არ დამხვედრია არანაირი რესორი. და თან კომპოზიტური რესორი. ვა, ძალიან საინტერესოა, აი ძალიან რა. ეს ნეტა რომ მანქანაში უნდა დაუგუბლო, რომ მანქანაში გამოიყენება კიდე ეს მეთოდიკა. იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა რა. თან ეხ კორვეტს რკინის უყენია რესორები, ყოველ შემთხვევაში C7-მდე რკინის ეყენა. მე აღარ ჩავძიებიო, მაგრამ რატომაც გონია რომ იქ ისე რკინას დატოვებდა. საკმაოდ საინტერესოა. ნახე, ერთი დიდი პლუსი კიდე რა. სერვისულობის მხრივ ამორტიზატორის ჩაშკა აქვს გვერდიდან მიყენებული იმაზე რა ქვია კუზაოზე ბოლტებით რა და ჩაშკაა. ანუ სალონის დაშლები რაღაცები არაფერი არ შეძ ამორტიზატორის შესასვლელად აი აქედან ერთ ბოლტს მოუშვებთ, სადა აქვს. ამ ბოლტს მოუშვებთ, ზევიდან ჩაშკას მოუშვებთ და ეგრევე გადმოდის თლიანი ამორტიზატორი მიწაიღე ჯაიდე ჯიბეში პირდაპირ რა. წაიღო წავიდა ეგრე არ არის ბრატ რა. ეს გიტარაც მე რამდენადაც ვიცი ძალიან გავს Volvo XC90-ის გიტარას. უბრალოდ XC90-ისგან განსხვავებით ამას კრონშტეინის ერთი მონაკვეთი აქვს ცოტა შეცვლილი, წეროც ანალოგიურად არის. ეს გიტარა ზუსტად XC90-ია. ყუმბარები აქაც ისეთი აი გვარიანი ღერძებით არის რა, აი ჯანიანი ღერძებით არის აწყობილი რა. მოგეთ ანუ ძალით რა ძალაც ამ მანქანას გააჩნია, იმ ძალით ამ ყუმბარებს ვერ გატეხავთ, ვერაფერს ვერ დავარდით. ელექტროძრავს რაც შეეხება, არც თუ ისე ძალიან რაღაც დიდი ძრავი ჩანს, რაღაც კოლოსალური ზომა ნამდვილად არ აქვს. აქ აქვს drain plug-ი. საერთოდ ხიდში ჩვეულებრივ ზეთი ეცვლება ამ ჯიგარს. ჩემი მოგზაურებული ვარაუდით, იმიტომ რომ დაცლის პუნქტი აქვს. დაცლის პუნქტი თუ აქვს შევსებისაც უნდა კონდეს საიდანაც თუ იცლება უნდა ჩაისხოს კიდევაც. მაგრამ არ ჩასასხმელი წერტის ყოველ შემთხვევაში მე ესე ვერ ვხედა. ძალიან საინტერესოა. ამას სიამოვნებით ნახავდი დაშლილ მდგომარეობაში როგორ გამოიყურება. აი დიდი სიამოვნებით. იმას ოდესმე ლინკენკო თუ გაგიფუშტება და ზედმეტი უკანახიდი გექნებათ, მე დავშლი სიამოვნებით თან. მაგალითად მაინტერესებს შეგდით რა ხდება. იმიტომ რომ აქედან ეხა იმდენსაც ვერ ხედა, ნუ მაღალი ვოლტაჟის ელემენტი აქ ეს რა ქვია, პირდაპირ აქ არაფერი არ მოდის, აქედან რაც ჩანს, კულერი უყენია, ზევიდანაც კიდე ზევიდან ნიტო ინვერტორი, ნიტო რაღაც ეგეთი, ანუ ეს არის ზევით აშენებული და საკმაოდ მაღლა აშენებული და ზევიდან რა უყენია, ეგეც ძალიან საინტერესოა. ანუ გარდაქმნილი აქვე აქვს თუ პირდაპირ DC მოდის, ეგეც ძალიან საინტერესოა. მართვა აქ აქვს. ეს მართვა ჩემი მოგზაურებული ვარაუდით იქნება ხიდის და არა ელექტროძრავის. აქვე უყენია ამთვრელი სენსორით. ისე აწყობილი როგორც თანამედროვე მანქანა იწყობა. ყოველ შემთხვევაში საკმაოდ ესეთი ბევრი ნაფიქრი და კაი კონსტრუქციაა რა. ეს ძალიან მოწ. აი კაპოტში პლასტმასების მოსრადი რატო არ იფიქრეს, მაგას ვერ მეთქი, თორე დანარჩენი ეხლა ამ მანქანას რასაც უყურებ მე. ტექნიკურად ესეც საკმაოდ საინტერესო ტიპია რა. უკან ელექტრომუხრუჭები აქვს ერთპორშინიანი სუპორტებით, ანუ ხელის მუხრუჭიც და ჩვეულებრივი მუხრუჭიც ერთი და იგივე სუპორტზეა და ნუ ეს მეთოდი ძალიან ბევრ ავტომობილში გამოიყენება აწ უკვე. მეტი ისეთ საინტერესო აქ არაფერი არ ხდება აბსოლუტურად. სადაგრატეებიც კარგად აქვს მოწყობილი, აი იქ მოხეული აქვს ერთი წელი სადაგრატე, წინა მარჯვენაც აღარ უყენია, სადღაც არის წამოდებული. საერთაშორისო კიდე ერთი რაღაც მინდა თქვა, ამ მანქანას აქვს 15000 რაღაც კილომეტრი გავლილი. თან ეს 15000 რაღაც კილომეტრი აქვს სულ ტანჯვაში გავლილი, იმიტომ რომ ვისაც არ დაეზარა ყველა მატარა ეს ავტომობილი აბსოლუტურად რა მათ შორის მეც. აი სადაც შეიძლებოდა კარგ გზაზე, სուთ გზაზე, ოფროუდზეც იყვნენ, ტყე იარეს, აი ყველაფერი აქვს გაკეთებული ამ ავტომობილს და მიუხედავად მაგ ყველაფრისა სავალი ნაწილიდან და შინით ავტომობილში როზე ხარ, საერთოდ არ იგზნობა 15000 კილომეტრი და საერთოდ არ იგზნობა, ანუ ის შეგზნება სწორედ რომ ჯერ კიდევ ახალია ავტომობილი. ეგ ძალიან მომწონსმე და ძალიან იშვიათია ბევრ ავტომობილზე, რომ მაგ ხმარების მერე, ანუ ეგეთი გამოყენების მერე კიდევ ყველაფერი შეინარჩუნოს, ძალიან იშვიათია. ამ შემთხვევაში ამას შეინარჩუნა. კიდევ ერთ ტექნიკურ საკითხს უნდა შევეხო, ეს ავტომობილი რაც წამოვიყვანეთ. კარგი ზმა. იმერე პაიპიდან ბუსტი გასდიოდა.
ეს ავტომობილი რაც წამოვიყვანეთ, არ დამიტენია ფიზიკურად, ანუ საწვავი ჩავასხი და საწვავით დავდივარ, ანუ ბენზინით დავდიოდი მთელი ეს პერიოდი და კიდე მე მენიუში ცოტა რომ ჩავძვერი, უბრალოდ ერთი საინტერესო ფუნქცია, რომელიც ადგილზე შეიძლება გააჩეროთ, დაკოქილი დატოვო, ანუ სპეციალური რეჟიმი აქვს, რომელთაც ბატარეას დენის. ანუ თვითონ დგას და ბატარეა იტენება და წავს ბენზინს მაგ შემთხვევაში. მოკლედ, ეხლა წავედით, გადავიდეთ სალონში, გადავინაცვლოთ ნელ-ნელა და ნახეთ სალონიდან მოგიყვებით. გარედან კადრები ბევრი არ მექნება, ასევე კომფორტის კუთხით, ვისაც ეს ავტომობილი აინტერესებს, როგორია, რა ფუნქციები აქვს და ასე შემდეგ. ნიკას ავტობლოგს უდევს ვიდეო ამ ავტომობილის შესახებ, ანუ სრული ვიდეო დევს. საკმაოდ საინტერესო, შეგიძლიათ გადახვიდეთ, უყუროთ. ჩემთვის ტექნიკური კუთხე უფრო საინტერესო იყო ავტომობილის. ანუ ტექნიკური კუთხე უფრო საინტერესო იყო არა მხოლოდ ამ ავტომობილის, ყველა ჩინური ავტომობილის და ზოგად მონახასაც ვიდეოს ბოლოსკენ ჩემსაც გეტყვით ამ და სხვა ჩინურ ავტომობილებთან დაკავშირებითაც. მინდა გითხრათ, რომ რაც ნიკას ვიდეოში მე რასაც ვნახავთ ნიკას ვიდეოში, ცოტა შემეცვალა აზრები მას მერე. ნუ რადიკალურად არ შესრულა არაფერი, თუმცა ცოტა სხვა კუთხით გადავიხარე. მაგრამ წავედით და დანარჩენი სალონიდან გავიაროთ. ბაკის გაღებაზე რა. პარკინგში უნდა ჩააგდო. ლურჩნიკი ამოწიო, მანქანა ჩააქრო. მე ამას დიდხანს დააჭირო და ეხა გაიღებო და ის. ანუ ზოგადად მოკვდავ მანქანებზე ხუფი ხო იხსნება ჩაულებრივ რა. საკეტი როცა ღია, ხუფით ჩაულებრივ ღია. აქ ეს მთელი პროცედურა რო არ ჩამეტარებინა, იმ დროს პირველად რომ მივაყენე ჩასასხმელად, აი რა პროცედურა გავიარე, პროსტა ვერ მოვყვევი. რამდენი ხანი ვიდექი და ვეწოლებოდი თან კროპკა ვიცოდი სადაც ქონდა. და ვეწოლებოდი ეს როგორ გამეღო. ეგეთ რაღაცეებში თავისი ჩინური ისინი აქვთ რა. რაღაცებს თვითონ მოსგაობენ. სხვათა შორის იმაზე რა ქვია, თვითჩასხმაზე შედარებით იაფია, 15-20 მეტრია სხვაობა და 4 შაბათს და კვირას რამდენადაც მახსოვს, კიდე დამატებით ფაზაკლებაა და ბარათი თუ გაქვს და გალფის ბარათს გაატარებ, კიდე ფაზაკლება, ანუ საკმაოდ იაფი გამოდის ჩვეულებრივ ჩასხმასთან შედარებით. ბარათი აღვადგინე. ძველი გასოს როგორი იყო ჩვეულებრივი ლურჯი. ეხა ქსერალიკებიანია. მაგრამ რაც თავარია, ეხა ეს ბარათი ოქო და კიდე 15 თეთრი დრაკლები მომიწევდა გადახდა ლიტრაში. ამიერიდან მექნება. პროსტა სუმა ვიწყდებოდა რომ აღვადგინა და თან ბარათი თუ არ გაქვს, აპლიკაციაში ვერ შედიხარ რა. ამ ბარათით შედიხარ აპლიკაციაში მე. მანქანაზე რომელზეც მსგავსი სელექტორი აყენია ის. ხო რა პატარა სელექტორი, ანუ არა მექანიკურად დაკავშირებული კოლოფთან სელექტორი რომელზეც აყენია. ყველაზე არის, ანუ კროპკა აქვს და ერთი მოძრაობით დედან ერში და ერიდან დეში შეგიძლია გადაიტანო. ამ მანქანაზე ძლივს მივეჩვია, ესე იგი რომ დედან ერში ან ერიდან დეში გადაიტანო. ეხლა ვიყურე ზადში მინდა რომ ჩავაგდო. კროპკა არანაირი არა აქვს რა, უთითავე ყველაფერი უკენი, გარშემო უარე, არაფერი არა აქვს. ჩავარდა ნეიტრალში. ეხლა ჩავარდა ზადში. ეხლა ვიყურე, დეში მინდა რომ ჩავაგდო. ჩავაგდა ნეიტრალში. მე ჩავარდა დეში. ანუ პირდაპირ დედან ერში და ერიდან დეში ვერ გადაგაკ ფიზიკურად. რამდენი არ ვიჩარჯი, რეები არ ვქენი, მაგრამ ვერ უპოვე ვერაფერი. მსგავსი რომ ეგრევე გადამეტანა. არა და ძალიან ისეთია რა, მიუჩვეველია ხა. ერთი კვირა დავდივარ და კიდევ ვერ მივეჩვიე. და ძირითადად ყოველთვის ვიცი რა მომენტია ხოლმე, პარკინგიდან საიდანაც რომ გამოგორდები და უცბად რო წასვლა გინდა რა. ისა რა შეჩება, განსადგა და არაფერი არ ხდება ვაფშე. ესე იგი ყველაზე ძალიან რაც მინდა რომ ამ მანქანაზე მეთქვა ინტერიერთან დაკავშირებით. სანამ ინტერიერზე გადავალთ, აქვე ჩვენი არხის პარტნიორი გახდა პრემიუმ ლიზინგი, ალბათ უკვე წინა ვიდეოდან გეცოდინებათ და პრემიუმ ლიზინგი გვთავაზობს ავტომობილის შეძენას, ანუ ავტომობილის შეძენაში ფინანსურ დახმარებას, რა თქმა უნდა, რაღაც საპროცენტო გარკვეთის სანაცვლოდ. ასევე უკუ ლიზინგის შესაძლებელია, ანუ თუ ყავთ ავტომობილი და თან ხადაგჭირეთ, მაგაზეც შეგიძლიათ მიმართოთ. თან 20 ივნისიდან 20 სექტემბრამდე აქვთ აქცია საწვავის გათამაშება. ეგრეთ წოდებული 100, 200 და 300 ლიტრის ათამაშებენ მოხმარებლებზე. თან 0-დან იდეაში 0-ს არავინ არ მოგცემთ. 0-ზე სესხზე არ მიადგებით დარწმუნებული ვარ. ამიტომ 1000-დან 100,000 ლარამდე შეუძლიათ დაგაფინანსონ თუ ავტომობილი შეძენა გნებავთ და თან გაცემის საკომისიოც 0% აქვს. მოკლედ, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ PLG-ზე, ანუ ეხლა აქციაშიც არის, მაგ ვებგვერდზე გადახვიდეთ, ასევე ამ ფილიალს მიაკითხოთ, ან ტელეფონზე დაურეკოთ და მაქსიმალურად გაგიწევენ სრულ მომსახურებას, რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ
თქვენ შეიძინოთ ის ავტომობილი, რომელიც შეძინათ გინდათ. ნახე, მე ხო იდეაში არ ვიღებთ ახლა სალონში რა ხდება ამ ავტომობილში. ყველა ძალიან მაინტერესებს თქვენ რამდენად კარგად გზრობს ახლა აქ თავს, იმიტომ რომ მე ერთი კვირა დავდივარ, უკვე მივეჩვიე, ისე მაქვს რა, ჩვეულებრივი მანქანასავით არაფერ განსაკუთრებულ და ახალ ემოციას აღარ იწვევს ჩემში, იმიტომ რომ ნუ დრო გავიდა. შენთვის როგორია, რამდენად კომფორტული, ანუ ნახე რა მაინტერესებს, რამდენად ყუდროდ გზრობ თავს, ან რამდენად სასიამოვნოა სიარული ამ მანქანით. უსიამოვნო არა. მაგრამ ნიკასთან რას თქვი ზუსტად იგივე შეტყვი აქაც. მაღლა. ბიჭო ხო რბილი მგონია, მაგრამ არ არის. ხო, თვითონ სავარძელი. ეხლა ნახე, ყველაზე საინტერესო რაც დავაფიქსირე მე, მაგ სავარძელზე რამდენჯერაც ვიჯექი, ჩემთვისაც ეგეთი შეგრძნება იყო, ამ სავარძელზე რამდენჯერაც ვიჯექი, ყოველთვის მომწონდა, ეხლა არაჩვეულებრივად გძნობ თავს. ანუ შეიძლება მძღოლის და მგზავრის სავარძელში თვითონ ზედაპირში რამე სხვაობა აქვს, ანუ ვერ მივხვდი, პლუს თან მგზავრის სავარძელი საკმაოდ მაღლა დგას და ეგ იწევს იმას, რომ მგზავრის სავარძელი მაღლა როცა დგას, თვითონ მგზავრი ცოტა ისე მოუხერხებლად, მithumeles თენგო ეხა მეტრა ყველაა და აი სამნაწილად არის მოკეცილი, კარ, ნუ თან მოკეცილი არ არის. ჭერს თავს არ ურტყავს ნამდვილად, მაგრამ ესე მაღლა ზის რა. ჯერ ხო ისე სუზევიდან მიყურებს და ეხა აქ რო შეხედა, ზევიდან იყურება კიდე, საშია ასული სადღაც. კომფორტული არის, ვერ ვიტყვი, არ არის. ანუ სავარაუდოდ მან თქვით არ მომიძებნია ეგ ინფო, არ მიზებნია, მაგრამ ან ჩაოლებრივი აკუმულატორი უყენია, ან რაღაც ინვერტორი, ან რაღაც მოდულები ხო, ანუ რაღაც აყენია მან და იმიტოა ეგ-ეგრე ხა ტყუილად გიჟები არ არის რომ ეს დაბლა დაეყენია და ეგ მაღლა რა. ზოგადად ნახე ჩვენ ქვეყანაში ხო არის გავრცელებული მიდგომა ჩვენ ქვეყანაში თელ სოფლიოში რა და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ესეთი საყვარელი ტროლი ფრაზაა რომ ღერთვა შეკვრა საყვარო და არჩევი ყველაფერი made in China. და ამ made in China-ს ყოველთვის ყველგან ვახსენებთ აგდებულად. იმიტომ რომ ჩინურია რა. ამ დროს მე თვითონ რამდენი სასაცილოდ არ დაჟღერდეს ჩემგან ჩინეთის ტროლინგი მე თვითონ ტელეფონი მაქვს სულით და გულით ჩინური ოღონდ განა ტელეფონი მაქვს სულით და გულით ჩინური არსებობს ესეთი ბრენდი OnePlus-ი რომლის პირველი მოდელიც ვიყიდე 2015-2016 წელს ანუ არ მახსოვს რომელ წელს გამოვიდა OnePlus 1 რომელიც invited იყო ანუ მოწვევით იყო ყიდვის შესაძლებლობა პირველი OnePlus-ი ჩამოვიდანი მაშინ ანუ პირველი მაგალითად ტელეფონი რომ დაანონსდა მოსაწვევების პარტია რომ პირველი პარტია რომ გაიცა პირველი ბაჩი იმ პირველ ბაჩში მქონდა მოსაწვევი და იქიდან ვიყიდა პირველი OnePlus მას მერე გამოვიცვალე 6 თუ 7 OnePlus ეხლაც OnePlus 11 მაქვს ამ წუთას და ნუ 13-ია უკვე გამოსული და ჯერ არ ვფიქრობ განახლებას იმიტომ რომ სრულიად მოგვაყოფილებს თავის ფუნქციონალს ასრულებს თავიდან ბოდან მე რაშიც ვიყენებ ჯერჯერობით საკმარისია სავარაუდოდ შემდეგი მოდელი რო გადავა მე გადავა იმაზე ჩინურია სულით და გულით ანუ ბრენდი ჩინურია წარმოება ჩინურია ყველაფერი ჩინურია მაგრამ იმდენად მაღალი ხარისხი დადეს ტიპებმა და იმდენად ნუ მართალია მაშინ სხვა რამე იყო OnePlus-ის ყიდვის მუღავი ანუ მაშინ იყო ჩანაფიქრი ის რომ ფლაგმანის მკვლელი უნდა ყოფილიყო ბევრად ნაკლებ ფასად ანუ ავტომობილებში რაც ხდება დღეს რასაც ავტომობილებში აკეთებენ ეგ გააკეთეს ტელეფონებში დაახლოებით 10 წლის წინ ანუ ფლაგშიპ კილერებს უშვებენ ანუ რეალურად ეხა ეს ავტომობილიც არის და ან ჩემგან დაჟე უხერხული იქნება ეხა ეს ავტომობილი ნებისმიერ ჩვეულებრივ სამოხმარებლო ავტომობილს არა ლუქს კლასის ავტომობილს რო შევადარო ანუ ეს არის პირდაპირ X5-ის თან კარგი კომპლექტაციის კონკურენტი ახლის ასევე Range-ის სპორტის კარგი კომპლექტაციის კონკურენტი ახლის ასევე Mercedes-ის GLE თუ GLE თუ რაც ქვია ვინც ხართ რაც ხართ ხო ანუ მაგის კონკურენტია თან ახლის ეთამაშება რეალურად თავისზე ორჯერ ძვირებს. ზუსტად იგივე იყო OnePlus-იც რა. OnePlus-ის პირველი მოდელი რო გამოვიდა, ტექნოლოგიურად იყო ძალიან დახვეწილი, ანუ ყველა მაშინ რაც კი რამე ტექნიკა იშოვებოდა, ყველაფერი შიგნით იყო ჩატენილი. როგორც დღეს ამ მანქანაშია. ერთადერთი კარის პრისოსკები არ აქვს და ისის კონკრეტულად ამ კომპლექტაციას არ აქვს და OnePlus-ი იყო, აი როგორი რაღაც იცი, დანარჩენი ტელეფონები რო ღირდა $800, ღირდა OnePlus-ი $350. $350-ში ყიდულობდი იგივე მონაცემს, რასაც ყიდულობდი $800 და $850. ნელ-ნელა მე 60-ს ეხლა უკვე ანუ ძალიან ახლოს არის პრემიუმ ფლაგმანებთან ფასით ისეთ ფლაგმანებთან როგორც არის თუნდაც iPhone-ი თუნდაც Samsung-ი ანუ ძალიან მიუახლოვდა ფასით და მაგ ხელა სხვაობა აღარ არის თუმცა როცა გამოუშვეს ერქვა ანუ სლოგანი ჰქონდათ ის რომ უშვებდნენ flagship killers რა ანუ ფლაგმანური ტელეფონის მკვლელს ესე ქართულად რომ აქვს ჩემი გადმოსახედიდან ზუსტად იგივეს აკეთებს დღეს ჩინეთი რა ამას ინეზე ვფიქრობდი რა მოხდება მარკეტზე ანუ რეალურად ჩინეთი და რატო გადაწყვიტე ზოგადად ჩინური ავტომობილის გადაღება ეხლა რა. ჩემი გადმოსახედიდან დღეს იწყება, დღეს რა, ნუ უკვე დაიწყო. უბრალოდ მე ცოტა გვიან შემოუერთდი. ის ავტორევოლუცია, რომელიც არავის არ გვინდოდა რომ მოხდარიყო, საერთოდ არანაირი სურვილი არ ქონდა არავის. ვიყავით ყველა ბედნიერი, ვიყავით იმ ბრენდებში, რა ბრენდებიც ვიცოდით და რა ბრენდებსაც მოვიხმარდით ყოველდღიურად და უცბად
გამოჩნდა ჩინეთი, რომელმაც ისეთი ბრენდების კვლელები შემოყარა ბაზარზე, თან იმდენი ერთდროულად. ჯერ ხო სახელებს ვერ ვიმახსოვრეთ, მაგრამ მოვადრო, მაგის სახელებსაც დავიმახსოვრეთ. იმდენი ერთდროულად, რომ ერთადერთი მეთოდი ამათი ექსპანსიის, ანუ მარკეტებზე ექსპანსიის შეჩერების ჩემი გადმოსახედიდან არის რაღაცნაირი რეგულაციები სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან. ეხლა ჩვენ ავტომწარმოებელი სახელმწიფო საერთოდ ვარ და მაგრად კიდია და უმეტესობა ეხლა რუსეთი და აქეთ მხარეს არავის არ აინტერესებს ჩინეთის შეზღუდა და პირიქით აწყობთ რომ ჩინური ავტოწარმოება შედიოდეს ევროპა ამერიკისკენ სადაც ავტო ინდუსტრია გუგუნებს და სადაც ავტომწარმოებლები არიან ბევრი მათ შორის პრემიუმის და არა პრემიუმის. აი იქ თუ რამე რეგულაციით არ შეზღუდეს ამ ავტომობილებში ამას არ გულისხმობ მხოლოდ ლინკენკოს გულისხმობ თლიან ჩინურ ავტოპრომს. მაგ შემთხვევაში მგონია რომ ძალიან სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნათ უმეტესობა ბრენდებს რაღაც პერიოდი მეორად ბაზარზე საგრძნობლად დაეცემა ავტომობილების ფასი. აი ახლა მომავალში ვიძახი რა წელიწადის პერსპექტივაში მაქსიმუმ მეორად ბაზარზე საგრძნობლად დაეცემა ავტომობილების ფასი, იმიტომ რომ მეორადის ყიდვის მაგიერ ძალიან ბევრი მოხმარებელი აირჩევს, რომ წავიდეს და ახალი ავტომობილი შეიძინოს ჩინური და ასევე ახალ ავტომობილებსაც სერიოზული კონკურენციის გაწევა მოუწევთ, ანუ ფასით უნდა ეჭიდაონ ამათ რამენაირად, რომ გაყიდონ პროდუქტი, იმიტომ რომ ხარისხით აშკარად ისეთ ხარისხს თავაზობს ჩინეთი, რომ ხარისხით ამათთან ჭიდაო, ანუ იმას კი არ გულისხმობ, რომ ამაზეც უშვებენ პრემიუმებს არ ევროპელები ან ამერიკელები, არა. იგივე ხარისხს უშვებენ დაახლოებით, ანუ შეიძლება ეს ცოტათი ჩამორჩებოდეს იმ პრემიუმებს, რომელიც ბაზარზე გამოდის, მაგრამ ფასით იმდენად ჩამორჩება, რომ აი ამის ფასში თუ არ გაუთანაბრეს რამენერად, მხოლოდ ბრენდის ხარჯზე გაიყიდება ის მოდელები, რა მოდელების გაიხა მაგალითად BMW-ს ენთუზიასტი ვიყიდით, ალბათ შეუზღუდავი ბიუჯეტი რომ მქონდეს ისევ BMW-ს, მაგრამ რაციონალური შიდა ხმა მეტყვის რომ მოდი რა შენ დაანებე მაგ BMW-ს თავი და წამოდი ვიყიდოთ Lincoln-Co 9 EMP მაგალითად. მართალია სახელს შეიძლება ვერ დაიმახსოვრებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პროდუქტს მიიღებ იმას, რაც უნდა მიიღო. თან იმ ფასში რა ფაშიც უნდა მიიღო. მერე ჩემი გადმოსახედიდან დაახლოებით 8-10 წელიწადში, ანუ როცა უკვე ბაზარზე შემოვლენ იქსა როგორც უნდა შემოვიდნენ და ამაცა და ევროპელებს შორის, ნუ ესენი კი თავს ევროპელებს ეძახიან კონკრეტულად Lincoln-Co, მაგრამ ჩინურები არის, რომლებიც თავისთავად ჩინურს ეძახიან. მაგაცა და ევროპულ ბრენდებს შორის, როცა იმხელა დაშორება აღარ იქნება ფასში, რაც დღეს არის, იმხელა დაშორება როცა აღარ იქნება, მერე ჩემი მოგზაურებული ვარაუდით ჩინელები დაიწყებენ ნელ-ნელა ფასის მატებას, ბაზარზე გათანაბრებას, მერე პრემიუმები წაიწევს მაღლა ფასში, ფასები დასტაბილურდება, თუმცა ჩინურ ავტომობილებს ვიყიდით ძვირად. ესე ვხედავ ბაზრის განვითარებას, მაგრამ რაც შეეხება ქართულ რეალობას ჩინური ავტომობილის ყიდვას. ანუ ნახე სალონზე, იდეაში მანქანა ჩავჭიქით, რომ სალონზე გველაპარაკა რა. და სალონზე სალაპარაკო აქ ჩემი აზრით არაფერია რა, Bose-ის აუდიო აქვს, ერთი პლაშეტი აქვს, მეორე პლაშეტი აქვს, ერთადერთი ყველაზე ძალიან სალონში რაც ერთადერთი უნდა აღვნიშნო არის ეს, რომ მადლობა ეს რომ დააყენეს და აქ კიდე ერთი პლანშეტი ეს ტუპოი პროსტა რო არ დააგდეს რაღაც შუაში ძალიან მადლიერი ვარ მაგისთვის მეტი ამის სალონში არაფერი არ არის ალაბარო სრულიად მისაღები სალონი აქვს ან ჩემთვის ეხლა ამას აქ როგორი ინტერიერი იცი რომ მეტი ფიზიკურად არ გჭირდება არაფერში სრულფასოვანია ვიზუალურიც საერთოდ არ მაწუხებს ანუ არც ერთ დეტალს ვიზუალურად არ შეუწუხებია იმაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია ისე დაიწყებე ხოლმე ეჭრაჭუნებს პალაკუნებს ხაგუნებს მონიტორი მოვტეხოთ დავაი ციხლი ანუ ეგეთი არაფერი არ ჭირს რა თუ არ ჩამოეკიდები ციხლსა ჩაარტყავ ეგეთი არაფერი არ ჭირს არც ჩინურს და არც არაჩინურს თუმცა მაგრამ დავეჯაჯგურე და კარგად არის აშკარადაც ყოფილი საერთოდ არ ვაფინებდი ეგრეთ ჯაჯგურს მაგრამ თავიდან ოდნავ ჯაჯგურზე რომ არ დავნებდა მე მაგრამ მივეცი და მაინც არქნა მოკლედ რაც შეეხება ხარის სალონის აწყობის სრულიად მისაღებია და მოდი დაუბრუნდეთ ისევ იმ თემას ყველაზე დიდი რისკი რაც არის დღეს ქართული მოხმარებლისთვის ჩინური ავტომობილის ყიდვის ქართული არა სოფლიო მოხმარებლისთვის პირველ მყიდველთან არ გულისხმობ მოდი ანუ ნახე დავყოთ რა ჩინური ავტომობილის ყიდველები როგორც პრემიუმის ასევე არა პრემიუმის ეხლა მაგალითად დღეს შევხვდა განცხადება რა TikTok-ში რაღაც ვიდეო BYD იყიდება ახალი სულ ახალი რაღაც ეს არაოფიციალური ცენტრები ხო ბევრია უკვე რა ეს სოკოები ამოვიდა ეგრევე სამი წლის წინ ერთად ინვესტორს შეთავაზე მოდი ჩინური მანქანები ჩამოვიყვანოთ ხო მინიყიდის მაგას ბიჭო და დღეს იმერა სოკოა გარშემო რო გახედავ რა ხო და ნუ ეგ ძალიან ლირიული გადახვევა იყო მაგრამ დღეს შევხვდა BYD ახალ ავტომობილს ყიდულობ plug-in ჰიბრიდია 1000 რაღაცა კილომეტრს გადის დატენვით და საწვავით ანუ სავსეავზი და დატენვით წვა გამოდის დაახლოებით 5-6 ლიტრი ანუ ჯამურად თანხებშილიტრებში რო გადათვალო უბრალოდ 5-6 litrს წვავს როცა მარტო ბენზინზე დადის ჯამში წვა მაგდენიც არ გამოდის და იყიდება ეგ ავტომობილი $13000 სუ ახალი ანუ მიდიხარ ახალ ავტომობილს ყიდულობ $13000 და მოდიხარ
5 წელი გაქვს გარანტია 150,000 კილომეტრი. ნუ ეგ არა ორიგინალში. რა თქმა უნდა, არა ორიგინალში ეგ გარანტია გრამაფონშია, არა ოფიციალში ძირითადად, იმიტომ რომ არა ოფიციალებს, მაგრამ თუ ჭირთ მაგ კუთხით, იმიტომ რომ ოფიციალური მხარდაჭერა არ აქვს ბრენდებისგან და როცა ოფიციალური მხარდაჭერა არ გაქვს, ძალიან გიჭირს რა რეალურად მაგ ბიზნესის კეთება, იმიტომ რომ ნაწილის ორგანიზება, მოტანა და ასე შემდეგ საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს რა. ეგ ერთგვარი პრობლემაა არა ოფიციალურებისთვის, ოფიციალურებისთვის შედარებით ნაკლებად არის ეგ პრობლემა, თუმცა ეგ პრობლემა ჩემი გადმოსახედიდან მაინც დგას. მაინც დგას მეორე მიზეზის გამო და მოდი ახლა დავყოთ უცბად მყიდველები, პირველი მყიდველი და ყველა დანარჩენი მყიდველი. პირველი მყიდველის შემთხვევაში ახლა მაგალითად ეს ავტომობილი არის SR ავტოდან წამოყვანილი რა. SR ავტო ამ ავტომობილზე არ ვიცი რა ნახე, ისიც არ ვიცი მე კონკრეტულად SR ავტო იძლევა მაგ გარანტიას. თუ იძლევა მწარმოებელი, ანუ ლინკენკო იძლევა მაგ გარანტიას თუ SR ავტო იღებს თავის თავზე. თუმცა არ მგონია რომ რომელიმე კერძო კომპანიამ ეგ ყველაფერი თავის თავზე აიღოს და ჩემი მოგზაურებული ვარაუდით 99% მწარმოებლის გარანტიაზე იქნება საუბარი. ანუ მწარმოებელი გვაძლევს 5 წელს ან 150,000 კილომეტრი გარანტია. ჩვეულებრივი მოხარებული რომელიც ამ მანქანას მიდის და ყიდულობს იმისთვის რომ ისეოვნოს მანქანით ისე რომ ტვინი არ გაებუროს. ანუ ყოველ დღე დაждდეს, დილით ჩამოვიდეს ავტომობილში დაждდეს, წავიდეს სადაც წასვლა უნდა და სერვისში არის რაღაცები არ უკეთოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვათა შორის 15,000 კილომეტრზე ეს რო სუსტი ყოფილიყო, აქამდე ხერხემალი ექნებოდა გაძრობილი გუში ქვევიდან დავათვალიერეთ. არის თქვენს ნახეთ თუ არა ეგ კადრი იზის თუ არა. ისეთ ბრძოლებშია ნამყოფი ეს კონკრეტული ავტომობილი, ეს კონკრეტული. ისეთ ომშია ნამყოფი, რომ აი ძალიან ბევრი ავტომობილი დაიჩოქებდა მაგ გარბენზე და ესე ვერიული და როგორც ეხა ეს დადის. თუმცა საერთოდ ხმას არ იღებს, ბედნიერია, მოძრაობს როგორც უნდა მოძრაობდეს. რაც შეეხება პირველ მყიდველს იყიდის ამ ავტომობილს რაღაც პერიოდი ივლის, დაახლოებით ჩემი მოგზაურებული ვარაუდით მე ვიზოდი ესე რა. ეხლა მე რო პირველი მყიდველი ვიყო ამ ავტომობილით. ვიყიდი 1-4 წელი ვივლიდი ამ ავტომობილით. მე ისევ SR ავტოში მივიყვანდი, დავათრეიდინებდი, ანუ თრეიდინის ფუნქციაც აქვს რა, იბრუნებენ შენი თავისივე გაყიდულ ავტომობილს და შეიძლება დაამატო თანხა და შეიძინო ახალი ავტომობილი. რაც ნიშნავს იმას, რომ შენ როცა ავტომობილს ყიდულობ, თუ ფინანსური შესაძლებლობა გაქვს, რა თქმა უნდა, ეხლა არ მგონია რომ ვინმე წავიდეს და ჩინურ მანქანაში 50,000 დოლარი ისე გადაიხადოს, რომ ბოლო ფული იყოს და ხვალე საჭმელი საიდან იყიდოს, იმას ფიქრობდეს, ანუ ძალიან მეეჭვება რა, ეგეთი არ მგონია რომ ვინმე გამოჩნდეს. ანუ ისიც არ არის რომ აი მეზობელს თვალი და უფსო რა, მაგის გამოც არ გადაიხდი მაგ ფულს შესაბამისად, ანუ როცა მანქანაში ფულს იხდი, ან დაკრედიტებით, ან ქეშად, გაქვს იმის საშუალება, რომ ეს მანქანა 4-5 წელი რო ივლის, რაღაც თანხა იზარალო, მანქანა დააბრუნო, თანხა დაამატო, გინდა დაკრედიტებით, გინდა ქეშად და გამოიყვანო. დაკრედიტების შემთხვევაში მე საერთოდ ესე აღვიქვა, რომ დაკრედიტებული თანხა რაც გამოგივა ამ ავტომობილზე, 4 წელს მერე რომ დააბრუნებ და ახლიდან დააკრედიტებ, თვეში სახელი გამოგივა ისევ იგივე, რაც მანამდე ქონდა. ანუ მუდმივ კრედიტს იყიდებ რეალურად, ანუ როგორც ნორმალურ ქვეყნებში ხდება რა, მუდმივ ლიზინგის ციკლში ხდები, რეალურად ქეში არაფერი გადახდილი არ გაქვს, ყოველთვე რაღაც X თანხას იხდი და ამ X თანხის გადახდის შედეგად იღებ იმას, რომ მუდმივად ახალი ავტომობილი დადიხარ რა, 2 წელი, 3 წელი ივლი გადაცვლი, 2 წელი, 3 წელი ივლი კიდე ახალ მოდელში გადაცვლი. ჩემი აზრით, სტაბილური შემოსავლის მქონე ადამიანისთვის ეგ არის იდეალური ვარიანტი, იმიტომ რომ ორი მიზეზის გამო, ერთი სერვისებში სირბილი არ გიწევს და მეორე ავტოენთუზიასტი თუ არ ხარ, ხა თუ ავტოენთუზიასტი ხარ და არ იღებ მე ეგეთი რაღაცები გიოსება, აზრი არ აქვს, საერთოდ არანაირი აზრი არ აქვს, ამას არასდროს არ იყიდი რა, წახვალ რაღაცა ძირგამომპა 10 წლის BMW-ს იყიდი, ან Mercedes AMG მყავს ზმაო, ბევრი ტურბინები მიყენია, დაბუსტავ მე პოპკორნში და ივლი. ანუ მაგ ხალხის კატეგორიაზე საერთოდ არ არის ყველაფერი გათვლილი. თენგო, ვიდეოში ჩანს როგორც უწავ. მოკლედ, ეს პირველ მყიდველს რაც შეეხება. ეხლა მეორე თავარი პრობლემა, რასაც მე ჩინურში ვხედავ ჯერჯერობით, თუმცა რატომაც გონია რომ მაგის დრო როცა მოვა, ეგეც გამოსწორებული იქნება. თავარი პრობლემა არის მეორე მყიდველი, რომელიც ეხლა პირობითად SR ავტომ დაიბრუნა ეს ავტომობილი, ვიღაცას ხომ მიყიდოს ეს ავტომობილი არა? ვიღაცას რომ მიყიდის, ან გახანგრძლივებულ გარანტიაზე დასოს ოპცია ვაფშე აქვს თუ არა, არ ვიცი, ეხლა ამ წუთას მე მოვიგონე, მაგრამ მაგათ ადგილზე რო ვიყო, ეგეთ ოპციას გავაძლევდი, დამატებდი მაყურს დავამატებინებდი და საკუთარ თავზე ავიღებდი გახანგრძლივებული გარანტიის პასუხისმგებლობას, თუ რა თქმა უნდა ტექნიკური საშუალება მაძლევს მაგის შესაძლებლობას. თუ დაუშვათ არ არის ესეთი გახანგრძლივებული გარანტია, არაფერი ოფერი არ აქვს, ან აქ ოფერი და ნუ მოხარებელმა დაიკიდა, არ ჭირდება ეს ოფერი, დამატებით ფული არ გადაიხადა, პირდაპირ იყიდა მანქანა, რაფასადაც იყიდება და წამოიყვარა. და გავიდა საგარანტიო პერიოდი, ან სპორტშა რა, 5 წელი გასულია, ან 150,000 კილომეტრი გასულია. მაგ შემთხვევაში, როცა ნაწილი დაგჭირდება, აი მან უკვე ძალიან საინტერესო ხდება ყველაფერი, იმიტომ რომ მე ფიზიკურად ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ვერც ერთი ისეთი დიდი ჩინური ბრენდის ოფიციალური
ოფიციალური EPC ანუ Electronic Parts კატალოგი ვერ ვიპოვე, ვერც ოფიციალური და ვერც არაოფიციალური გატეხილი დაკრეკილი ონლაინი. ანუ ვერაფერი ვერ ვნახე, რომ პირობითად მანქანის ვინკოდი შეიყვანო და დაშალო ნაწილებად რა და ვნახო, მაგალითად მორგვის საკის არის კოდი რა, მორგვის საკის არის რა უყენია, რომ ის საკის არის გამოიწერო, ან თუ ევროპული ბრენდი აწარმოებს ევროპიდან, ან თუ ჩინური აწარმოებს ჩინეთიდან, ნუ საიდან მე. ანუ ნაწილის part number-ის მიღება არის ჩემთვის რეალურად ყველაზე მთავარი პრობლემა. ტექნიკური კუთხით გაკეთება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. გააკეთებ ავტომობილს, იმიტომ რომ ეს არის რა ქვია, ტექნიკაა რა, ბოლტი აქვს, მოუშვებ, მოუჭერ, პირველი გაუფუშდება იმ ხელს, მეორეს დაამოღნებს გააკეთებს. ყველა ვარიანტი გააკეთებს. ტექნიკური კუთხით გაკეთებადია. აი, ნაწილის შოვნა იქნება ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი გადმოსახედიდან იმ მფლობელებისთვის, ვისაც მეორადი ავტომობილი ყავს არა ცენტრის გარანტიაზე. ან, რა თქმა უნდა, ცენტრში უნდა მივიდეს და იყიდოს ის ნაწილი, რომელიც ნუ ცენტრში ყველა ხვდებით ხოლმე, რომ ძირითადად შედარებით ძვირი ღირს ნაწილები, ვიდრე გარეთ ბაზარზე, თან როცა მეორე ავტომობილს ყიდულობ, ხარ მეორადის მომხმარებელი და არა ცენტრის მომხმარებელი. ანუ შეგნებულად აკეთებ მაგ ყველაფერს რა, რო ყიდულობ პირობითად ეხა ეს მანქანა 5 წლის მერე რო იყიდო 15 და 20000 დოლარად, არ წახვალა ცენტრში არ დაიწყებ, ახალ მორგვის საკისარში, ეხა არ ვიცი ცენტრში რა ღირს და ეს რა ქვია იმედია რამე სისულელეს არ რომ ცენტრის ფასებთან დაკავშირებით არ ვიცი ეხა მაგათთან კონკრეტულად რა ღირს. სხვა პრემიუმ ბრენდებზე ვიცით რა ღირს ნაწილები. და ნუ არ წახვალ და ცენტრში არ გადაიხდი პირობითად 1200 ლარს მორგვის საკისარში. იმიტომ რომ ადეკვატური ადამიანი ხარ, იჩალიჩებ და იგივე ორიგინალს ჩამოვიდა 300 ლარად. ჩვეულებრივი ამბავია, სხვა ბრენდებზე ეგრევე ვშვებით რა. სხვა ბრენდებზე მივდივართ პირობითად Tegeta motorში, მივდივართ Zmagasi motorში და იქ ვიდულობთ ნაწილებს, იმიტომ რომ არ გვინდა ცენტრში მილიონის გადახდა. თუნდაც გამოწერით რომ იყოს Zmagasi motorში გამოწერილი ნაწილი გაცილებით იაფიღებს, ვიდრე ცენტრში გამოწერილი იგივე ნაწილი. იმიტომ რომ ცენტრს გაცილებით მეტი ხარჯია, გაცილებით სხვა მარჟები აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ბევრი ნიუანსია რა. რაც შეეხება აი მაგ ნაწილების კოდებს, თუ ეგ ნაწილების კოდები, ანუ ნაწილების კატალოგები გამოჩნდა ესე ფართო მასაში და ხელი მიგვიწვდა ოდესმე რამენაირად და რატომაც გონია რომ მაგას იზავენ, ანუ ნახე, პირდაპირ შევხედოთ ყველაზე განვითარებული community, რომელიც ბრენდებს ყავს. იმ ბრენდებს, რომლებიც ქარხნულ კატალოგებს და ქარხნულ დიაგნოსტიკის სოფტებს არ მოტავენ და გასცემ. ერთი არის Tesla, რომელსაც საკმაოდ დიდი community გაიჩნდა უცბად, ანუ სულ არის რამდენი წლის ბრენდი, 15 წლის ბრენდიც არ არის რა. 13 წლის, უბრალოდ ბრენდი შეიძლება მეტიც არის. 13 წელია, რაც სერიოზულ წარმოებაში ნორმალურ ავტომობილებს, ანუ ეს სამოქალაქო და სახალხო ავტომობილებს აწარმოებს. და უკვე საკმაოდ დიდი community ყავს ამერიკაში, საქართველოში სადაც სხვანაირად უდგებიან მაგალითად. და რატო? იმიტომ რომ სერვისულია. რაღაცა რომ დაგჭირდება პირდაპირ ორიგინალი ნაწილის კოდს ნახულობ epc.tesla.com არის ესეთი საიტი epc.electronic parts catalog.tesla.com და გაძლევს სრულ არჩევანს რომ ნაწილი შენი მანქანა დაშალო, ნუ მართალია ვინკოდზე ვერ აქვს თლად კარგად აწყობილი რაღაცები და ვინკოდში ცალკე პრობლემა აქვს Tesla-ს, ეგენი აი მაგრა აქვს ბოდიში, მაგ სიტყვაზე ბარა. ვინკოდთან რაღაცა ვერ ძმაკაცობენ, იმიტომ რომ ვინ მაგ მანქანის დაშლაზე არც უნდა იოცნებო, მაგრამ ნუ აირჩევ რა 2022-იანი მოდელის 3 მყავს, ესა და ეს კომპლექტაცია dual motor, long range და აარჩევ და იმის მიხედვით იპოვე ნაწილს. ასევე სერვისის სრული კატალოგი უთ, ანუ სრული სერვის მანუალი უდეთ ონლაინში service.tesla.com-ზე, რომელშიც შეგვიძლია შეხვიდე და ფიზიკურად მოძებნო შენი ავტომობილი ესა და ესე თუ ის პრობლემა და იმ პრობლემის გადაჭრის გზები თანმიმდევრული ტექნიკური კუთხით, ანუ რამდენი ნიუტონით რა ეჭირება, სად ეჭირება, როგორ ეშვება, რანაირად ეშვება, რა ნაწილი უნდა გამოცვალო, რა ნაწილი შეიძლება დააყენო მეორადი რა ახალი, ანუ ეგ ყველაფერი არსებობს. იგივეა BMW-ზეც, ანუ BMW-საც უზარმაზარი community იმის გარდა რომ მართვადობა და ისტორია და ასე შემდეგ, ბევრი კარგი რაღაც აქვს. იგივე არის BMW-ზე, იმიტომ ევასება ხალხს BMW. იგივეა Toyota Lexus-ის, რომელსაც ღია წვდომაში აქვს ნაწილების კატალოგები და ძალიან ბევრი სხვა ბრენდი, რომელსაც ღია წვდომაში აქვს ნაწილების კატალოგები. მაგ ნაწილების კატალოგების ხარჯზე არის, რომ მეორადი ბაზარი მუშაობს, სოცხალია და მეორად ბაზარზე ეს მანქანები იყიდება. და რა თქმა უნდა, მეორე ბაზარზე როცა მანქანა იყიდება, მაგ შემთხვევაში ახალიც იყიდება, იმიტომ რომ როცა ახალს მოხმარებელი ყიდულობს, ფიქრობს იმას, რომ ოდესმე ის მანქანა უნდა გაყიდოს. არავის არ უნდა ისეთი მანქანის ყიდვა, რომელსაც ვერასდროს ვერ გაყიდის. ხო, ანუ არავის არ გვინდა, რომ მანქანა ვიყიდო ცხოვრების ბოლომდე ყავდეს. ნუ ავტომობილის გააჩნია ხა მაგალითად Ford GT-ს თუ ყიდულობს 60 რაღაც წლიანს, მაგ შემთხვევაში კი ყავდეს ცხოვრების ბოლომდე, მაგრამ სხვა შემთხვევაში სამხმარებლო ავტომობილი ნამდვილად არ მინდა ცხოვრების ბოლომდე მემყავდეს რა. ზუსტად ამის გამო თუ ჩინელები მოაბავენ თავს და წესიერ კატალოგებს შემოგთავაზებენ, სადაც ნაწილების მოძებნას შეძლებთ და ასევე სერვისის კუთხით ინფორმაციას მივიღებთ, მაგ შემთხვევაში ძალიან დიდი შანსი აქვთ. ძალიან დიდი სულ რაღაცაშლია, აი სულ რაღაცაშლია. ეგია საყვალები არიან ჩიჩება.
მოკითხვა აქეთ. ბავშვები მოკითხვა აქედან. როგორ იყო ჩაცოცხლე? და ისევ ავტომუშავ. ისე ავტოსამუშავებელი. მაგრამ ლირიული გადახვევა იყო ხა? რაც მინდოდა მე თქვა ეს იყო სულ ანუ ჩინეთთან დაკავშირებით. მე ვთვლი რომ ძალიან კარგ ბევრ ავტომობილს გამოუშვებენ კიდე. თავარია რომ მოხარებლამდე ისე მოვიდეს როგორც უნდა მოვიდეს. როგორი მამაცია ბიჭო. დედა არა ეს ლირიული გადახვევები ჩვენ მოძრაობასთან დაკავშირებით სხვა გზა არ არის. ფიზიკურად ვიღაცას ხან ზევიდან გადმოდის, ხან ქრიშიდან მეცემა, ხან ვიღაცას მაგრად კიდია სარკერას ნიშნავს და აი რო ხედავს რომ მოდის და მაინც კაროჩე საკმაოდ გრძელი ვიდეო გამოგვივიდა მე მგონი ბევრი ვიჭორავეთ. გარედან ეხლა აი მის მოყოლას რაღაცად არ დავიძღებ. აი კანტი აქ და აი აქ ფარი აქ და ეს ფარი ანათებს და რაღაცა აქვს ეგ ყველაფერი ვიდეოში დაინახავდით რომ ანათებს და მანქანის ფორმა აქვს გარდა საბურავიც უყენი. ხო სხვადასხვა პროცესები უყენია 255-45-ები რომლებიც საკმაოდ ესეთი მაღალი ბორტია რენჯის ზომა და საკმაოდ ესეთი სირბილე შესაბამისი აქვს და თან დისკის დაღუნის პოტენციალი საკმაოდ ნაკლები X-ის ოციანებთან შედარებით, იმიტომ რომ X 255-40 და 315-35 უყენია უკან და X-ის ოციანი არის აი შავი ხვრელი სადმე იამკა გამოჩნდება ჩავარდები და ეგრევე აღარ გაქვს. ვეძებთ დისკს. ძირითადად მაჭერბო მასო. რას გაჭეშეჭება მეც მაგდრეში ვარ. ერთდროულად 4 არ გიქრია მე ვქენი. ხო, ნუ ერთდროულად 4 ნამდვილად არ მიგჭეშეჭება, შავი ხვრელი კი არა, ოზონის ხვრელს გადააფრინდი პირდაპირ და მადლობა თქვი რომ დაეშვი საერთოდ. როგორ გაფრინდი სადღაცას. თეგოს გზა გაუთავდა, მიდიოდა და გზა აღარ იყო. ანუ მიდიოდა და ესე პირდაპირ ზოლზე გადაჭრილი დახვდა. და გაფრინდა სადღაც დაეცა 3 კილომეტრის იქით. ანუ ისეთი გაფრინდა რომ უკანა შუშა ჩაუტყდა. თავარი უკანა ძირითადად სამარგოლის შუშა გათხდა. შუშასაც კი არა და სურათსაც ჩავსვო. კაი, სურათი ჩასვი რა ქენი. არა, რა ქენი რა, ვაფშე არ ეოდებოდი. იქ გზა გათავდებოდა, თორე არის ავდი მაგას რა თქმა უნდა. ხო, არა, გადარჩა. კაი, მოკლედ დღევანდელი ვიდეო მოდი ამით დავასრულოთ. ამ სტილის ვიდეო თუ მოგეწონათ და ტექნიკური საკითხები ჩინეთთან და არა მხოლოდ ჩინეთთან დაკავშირებით დაგაინტერესებთ მომავალში, მითხარით ასევე ვინმეს თუ ლიცხრა გყავთ, ლისიანი დიდი სიამოვნებით ვითხოვებდი ლისიანს და შევადარებდი ამას, იმიტომ რომ რატომღაც მგონია რომ ძალიან ახლოს უნდა იყვნენ ერთმანეთთან და მაინტერესებს რომელი უფრო უკეთესი იქნება ჩემი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, იმ კონკრეტულ ავტომობილებში, რომლებშიც შევადარებ. ანუ ეს კონკრეტული იმ კონკრეტულს, რომელსაც ვნახავ და ასევე რა თქმა უნდა თქვენს გაგიზიარებთ მაგ ვიდეოს. და სკუტერის ღოლების მაგრა მეშინია შეიძლება მაგარია პასრანდადია. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო. დაგემშვიდობებით და შემდეგ საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით. დროებით.